საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს პერისცვალება არის. დღესასწაული ქრისტიანული, ყველა ქრისტიანს მინდა მოგილოცოთ და მინდა ვისურვო, რომ სრულიად ქართველ ერს და ჩვენ სამშობლოს სიკეთისკენ ეცვალოს ფერი. საერთოდ ამ არეულ და გაგიჟებულ სამყაროს არავის ცუდი არ მინდა მეპირადად. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ქვეყანას მობრუნებული იყოს ქრისტიანობისკენ და გაიხსენოს ვინა რა მისია აქვს, საიდან მოდის, როგორ მოდის, ვინ იყვნენ წინაპრები და დაბრუნებოდეს საქართველოს ქართულ გზას. მას ვისურვებდი ნამდვილად. და რა იმას რა ქვია, შიგ ევროპულს და რა ვიცი, სადღაც ევროატლანტიკურ კურსს და ასე შემდეგ. მოკლედ, დღეს მინდა გესაუბროთ იმ ამბავთან დაკავშირებით, რაც უკრაინის საკითხს ეხება. რაღაცნაირად არც ჯერა ადამიანს უკვე ძნელი დასაჯერებელი არის. აგერ უკვე მესამე წელიწადია მიმდინარეობს ომი, რომელ კუთხეშიც არ გაიხედავს სისხლის ყრვა, უბედურება და თუ კი შეიძლება მშვიდობა დადგეს, რაღაცნაირად ეს ძნელად დასაჯერებელი არის და რაღაც ამის შანსი არსებობს. ყოველ შემთხვევაში გამოჩნდა გუშინდა დიდი ალბათობით ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არის შანსი იმისი, რომ უკრაინაში ომი ყოველ შემთხვევაში თუ დასრულებისკენ არა, რაღაც ხანგრძლივი მშვიდობისკენ მაინც წავიდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით მინდოდა მესაუბრა. მოკლედ, სად არიან ახლა ეს იდიოტები, ეს დებილიზმით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც 2022 წლიდან სლავა უკრაინა ყვიროდენ, წიოდენ, კიოდენ, ზოგი ომში ჩართვას მოუწოდებდა პირდაპირ და დღესაც არიან, მიუხედავად ყველაფრისა, იმიტომ არიან ესეთი დებილები და ავადმყოფები, მაგათი ოჯახის წევრები და მაგათი ჯიში და ჯილაგი არც არავინ ყოფილა ომში და არც თვითონ ყოფილან და არც მაგათი უჯიშოს თავმომავლობა არ წავა და სხვისი შვილები რა ენაღლებათ. ფანტინა მქონდა მე მაგ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი ვიდეო ლაივი და არ ვაპირებ გაჩერებას თურქების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით. აწიც ვაგრძელებ და მაცალი ახლა ამ თემაზე ლაპარაკი, რაც ავირჩიე ჩემ აუდიტორიასთან, თუ შეიძლება. ჩემო კარგო, შებრძანდი და ნახე, მაგ მქონდა მაგაზე 6 დღის წინ პირველად რო იყო, არავის რო არ მოუღია ხმა, მაშინ. დიდგორობა დღესაც. ასე რომ თუ შეიძლება ახლა სხვა თემაზე ვსაუბრობ და მე თუ გინდა ბოლოსკენ მაგაზეც გავისაუბროთ. არ იღებს ხმას, იმიტომ არ იღებს, რომ ფეხებზე კიდიათ მისი ქვეყანა. თუ არავინ არ იღებს ხმას, თურქიც დასახლდება, მონღოლიც და რუსიც და უკრაინელიც და სომეხიც და წაიღებს ის, ვინც მოულის იმ მიწას. ასია ეს ბუნების კანონია ეგ. ჩემი მოგონილი არა. მოკლედ, ამ ხალხის ახლა ამ ავადმყოფი იდიოტების აზრი არა აქვს, ამ ბიომასას ელაპარაკო, ეს ჩამოყალიბებული ბიოლოგიური ნაგავია ეს ხალხი და ახლა აზრი აქვს ამასთან ლაპარაკს, მაგრამ ახლა მინდა უკითხო ამ ხალხს, ვინც ამდენ ხანში უკრაინის დამარცხებას პროგნოზირებდა, მოსკოვში უკრაინული ჯარის გამარჯვების პარადს აანონსებდა ნატოს ჯარებით, მერე ზოგიერთი თვითონ პირდაპირ დასწრებას აპირებდა. რაშია ხალხო საქმე? 3 წლის თავზე ომიდან რაში არის საქმე? ეს დაჟანგული, ეს დაბნელებული, ეს ჩაბანძებული, გაფარჩაკებული რუსეთი როგორ ახერხებს იმას, რომ მარტო პრაქტიკულად თუ არ ჩავთვლით ახლა ჩრდილოკორეელების დახმარებას სამხედრო ბრძოლის ველზე,
ახლა ისიც რაღაც შეზღუდული ნაწილი იყო. ხო, YouTube გამოიწერე, ფანტინი, YouTube გამოიწერე და უფრო სტაბილურად ჩანს, თორე აქ ბლოკავენ ჯანდაბამ. ხო, აი მე მინდა ვკითხო ახლა აი ამ დებილებს, ამ ჩამოყალიბებულ ავანტყოფებს, რომლებიც ზოგიერთი 2008 წლიდან იძახოდა, რომ მოსკოვამდე ჩავიდო და დაჟანგული ტანკები ყავდა იმას რუსეთს. მაგათი მთავარსარდალის თამოთ. რა ხდება ერთ რაშია საქმე? სადა ეს ნატოს 32 წევრი ქვეყანა, სად არის ეს ზეგანვითარებული შიგ ევროპა? რა ხდება ერთი რატო არ მოხდა? რატო არ მოხდა ეს ყველაფერი? რა შედეგი რა მიიღეს? ელემენტარული შედეგი რა მიიღეს? შედეგი არის შემდეგნაირი. დაკარგული უკრაინის 20% და ეს 20% რაც საკრალური გახდა, საქართველოს 20%, უკრაინის 20%. მაგრამ ეს არა საქართველოს ტერიტორიების ხელა. ეს არის უზარმაზარი ტერიტორია. ყირიმიდან დაწყებული, აგერე ხარკოვამდე და სუმის ოლქამდე. აღმოსავლეთ უკრაინა, სამხრეთი, დიდი ნაწილი, თან ყველაზე მდიდარი და ყველაზე ერთ-ერთი მოსავლიანი ტერიტორიები ამ მომენტისთვის დღევანდელი რეალობით არის რუსეთის. მიუხედავად იმისა, რომ სანქციები დააწესეს, მიუხედავად იმისა, რომ იარაღი მიაწოდეს ნატოს საუკეთესო, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ექსპერტები ავარჯიშებდნენ, რა ვიცი, ზოგიერთი მოხალისეთ ბრძოლობდა, უზარმაზარ ფულს უამრავი სხვათა შორის საფრანგები არიან ბევრი დაღუპული მაგ ომში, მაგრამ არა ოფიციალურად თვითონ რომ მონაწილეობდნენ ისე, როგორც საფრანგული არმია არის ლეგიონის ხალხი, რომელსაც უთხრეს, რომ წადით, დაწერეთ რაპორტი, წადით, გადით ფრანგული შეიარაღებული ძალებიდან, მოხალისეებად წადით, იმიტომ იმდენი იარაღი იყო გადაცემული და ხელფასები გექნებათ 10 მაგი. უამრავი პოლონელია დაღუპული, უამრავი ინგლისელი, უამრავი გერმანელი, უამრავი სხვა და სხვა. ქართველებმა საერთოდ რეკორდი მოხსენით ჩვენი ერის პატარა ერის დონეზე რამდენი ქოს დაღუპული ღმერთმა იცის. და შედეგი რა დადგა? შედეგი დადგა ის, რომ დაიკარგა 20% ტერიტორია, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი გაწყდა ამ ომში. მაცალე თუ ძმახარა აიღე ტერიტორიები და გადათვალე ყირიმი რამდენი პროცენტი არის იმის 2014-ში რამდენი იყო და მთელი უკრაინის ახლა ელემენტარულს მაინც მათემატიკაა, მაინც არა ის. 2 მილიონამდე ადამიანი გაწყდა 50 მილიონიანი იყო უკრაინა საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა. მაცალე ლაპარაკი და ტრაკის მიცემა ვისაც გინდათ მიეცით რა, მაცალე ლაპარაკი რა, ნუ მიშლი ხელს და ბოლოში თუ რამე კითხვა გინდა დამისვი. 44 მილიონზე იყვნენ ბოლოს ჩამოსული, დაახლოებით 20 მილიონამდე ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, გაიქცა ამ ომს. 12 მილიონი ეს ჯერ კიდე 2 წლის უკან იყო ევროპაში წამოვიდა, სადღაც 4 მილიონ ნახევარზე მეტი იყო წასული რუსეთში, გაქცეული და ნარჩენი ამ სხვა ქვეყნებში კიდე სადაც გადანაწილდა, ზუსტად არავინ არ იცის, მაგრამ მოსახლეობა თითქმის განახევრდა ომის შედეგად. უკრაინის ტერიტორიაზე განადგურდა თუ რაიმე სამრეწველო ობიექტი არსებობდა, თუ რაიმე სამრეწველო ობიექტი იყო, ენერგოობიექტები, რომლებიც ბირთვული ენერგოობიექტები და არა მარტო ბირთვული ენერგოობიექტები, რომელიც აი ამ ტერიტორიებზე მოხდა იმ სხვა
უკრაინულ სიმდიდრეებთან ერთად გადავიდა რუსეთის მხარეს. ქვეყანა ჩავარდა უზარმაზარ კატასტროფულ ვალებში. რაცა ამ ვალებს უკრაინა ვერასდროს ვერ გადაიხდის. ამიტომ ის რას რუსეთმა ვერ დაიჭირა ეს ტერიტორია, აგერ ამერიკელებმა მოაწერეს ხელი და ევროპელებმა მოაწერეს ეგრეთ წოდებულ ინვესტორებს, რომელი ინვესტორებიც ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ როგორები არიან, გინდა კაზრეთი აიღეთ და გინდა ავტობის და გაზის საბადოები, რომლებიც აღებული აქვთ და ქვეყანას არაფერი არ ხდება და იძარცვება, გადავიდა ამ სვიგენების ხელში. საერთოდ დემოგრაფიული კოლაფსის ფონი ჩამოვარდა, ვის შვილი, რა ცოლი, რა თხოვა, რა გათხოვება, რა ერის გამრავლება აქცევაზე არის და ქვეყანამ რაც მიიღო რეალურად, რისთვისაც იბრძოდა ეს ქვეყანა, იყო ეს ნატოში შესვლა და ევროკავშირში შესვლა, დაარტყით ცხვირიო გამოუცხადეს პირდაპირ ნატო არა, ბებია თქვენისაო. ამას პლუს არც ევროკავშირში არ შესულა, არც ევროკავშირში და არც ნატოში არ მოხდა ამ ქვეყნის ინტეგრაცია. ერთადერთი რისი ჩატარებაც და რისი გაკეთებაც მოახერხეს მსოფლიოში, მე მგონი ყველაზე დიდი გეი პარადი გამართეს კიევში და ახლა ქორწინებად უნდა მიიღოთ. აი ეს შედეგი მოუტანა უკრაინას, აი აქ ერთი ვაჟკაცი რომ წერდა, აბა რა უნდა ექნა, ტრაკი უნდა მიეცაო. ტრაკის მიცემა უკრაინელებისთვის ეგ ცხოვრების წესი არის, ისე რომ იცოდეთ, აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ახლა არ მინდა მთელი ერთ შევეხო, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. როგორც პირდაპირ, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მაგაცე პოდლი, მაგაცე ეშმაკი, მაგაცე აპირისტი და მაგაცე მეტი გამყიდველი ხალხი იშვიათად შეიძლება შეგხვდეს რა. დედამიწის ზურგზე, არ ვიცი რატო ამ ხალხში ასე ეს გავრცელებული, მაგრამ თვითონ ამბობენ მაგას. ჩვენო იმთერი პოდლიაკები ვართო, უკრაინელი რო დაიბადა, ხახოლი რო დაიბადაო, ებრაელი ტირო და რამე შველება. აი ეს რეალობა მიიღო. აი სამრეწველო ობიექტები და ენერგო ობიექტები, რა თქმა უნდა, მარტო აღმოსავლეთ უკრაინაში არ არის შემოწმაო, მაგრამ ის რაც მე მაგიტო ვთქვი, ის რაც მოხდა ამ ბადეში, ეს ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური და სხვა რაღაცეები, ეს ამათმა წაიღეს უზარმაზარი ენერგო ობიექტია და რაც შეეხება სამრეწველო ობიექტებს, რომლებიც უკრაინა საერთოდ საბჭოთა კავშირის დროს იყო ერთ-ერთი სამრეწველო ქვეყანა, რომელიც ქმნიდა რაკეტებს და არა მარტო რაკეტებს, საბჭოთა სამხედრო წარმოებას, რაც ქმნიდა 4 დიდი ცენტრი იყო ძირითადი, მაგრამ ეს ობიექტები დაიბომბა, გასწორდა მიწასთან. ნახეთ აგერ ნეპროპეტროვსკის იუჟმაშს რა დაემართა, აი გუშინ წინეებზე რომ დაბომბეს კიდე სარაკეტო კომპლექსები, სადაც ეს რომელი ბრძენს მოვიდა თავში აზრად, არ ვიცი, ვერ გეტყვით, ომის დროს უკრაინის ტერიტორიაზე გერმანულ-უკრაინული სამხედრო სარაკეტო კომპლექსები უნდა ეშენებიათ და აცალეს, რუსებმა აცალეს და სანამ დამთავრდებოდა ცოტა აქ და დაბომბეს, მაშინ და გაასწორებიეს მიწასთან. ხო, არ ვიცი, ეს რომელი სტრატეგების დამსახურება იყო, ვერ გეტყვით. ის რასაც შეეძლო დიდი წარმოება და ამას გარდა კაცო ახლა თვითონ როგორ ძარცავდნენ მის ქვეყანას და თვითონ როგორ ანადგურებდნენ და როგორ შეჭამეს და როგორ დაშალეს და დააქციეს ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა 91 წელს, აი 91 წელს, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, უკრაინას ეძახდნენ აღმოსავლეთის საფრანგეთს. მე ძმაო, ნუ მეკითხები მაგას, მაგრამ მე ერთ რაღაცას გეტყვი. მე უკრაინელ მასას, აი ბიომასას, რომელიც აქ შემოხვედრია და საერთოდ ურთიერთობა მქონია, ვერ შევადრი ვერც ერთი ერის წარმომადგენელს. ვერც ერთი ერისას. თურქი მირჩევნია მილიონს.
გინდა კაცი, გინდა ქალი ურთიერთობაში. როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, უზარმაზარი ტერიტორიის გარდა დარჩა უზარმაზარი სამრეწველო კომპლექსი და მოულოდნელად უკრაინა აღმოჩნდა მსოფლიოში მესამე ბირთვული ძერჟავა, რომელსაც უფრო მეტი ბირთვული იარაღი ჰქონდა, ვიდრე ერთად აღებულ დღევანდელი მონაცემებითაც რო ავიღოთ საფრანგეთს, ბრიტანეთს, ისრაელს, იმას რა ქვია, პაკისტანს, ჩრდილო კორეას და ინდოეთს ერთად აღებულს. არ ვხუმრობ სერიოზულად გეუბნები. არ ვხუმრობ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მე მქონია მაგათთან ურთიერთობა, თურქი მირჩევნია უკრაინელებს. კი, გეუბნები პირდაპირ. იმიტომ კაცმა სიტყვა იცის და კაცობა გააჩნია და ქალს ქალობა გააჩნია და მაგათში მაგი არ შემხვედრია მე მასობრივად. ახლა რასაც ვამბობ იმას კაცო, ხო, ჩემი გამოცდილებაა, მე მაქვს ეგეთი დამოკიდებულება. აი როგორ უნდა მოგეხერხებია ასეთი მდიდარი ქვეყნის. ახლა იქ რაც ამოქალაქო მრეწველობა იყო, მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა, ეს თავისივე ხელით გააფარჩაკეს ყველაფერი გაანადგურეს. აი ეს მოუტანა უკრაინას დასავლეთის დემოკრატიის გზაზე შეარულმა. ერთადერთი რაც შეძლეს და რაც ჩაატარეს გეი პარადი. ევროპული სტანდარტებით, კი ბატონო. მიიღეს ეს ყველაფერი როგორც მისაღები. განარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი დაიქცათ. როგორც დემოგრაფია, ისე ტერიტორიული მთლიანობა, ისე ეკონომიკა, ახლა მეცნიერებაზე და ასეთ რაღაცებზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს და საერთოდ ეს ქვეყანა გადაიქცა, როგორც ამბობდნენ, ევროპის ავღანეთად. აი იძახდნენ, რომ ევროპის ავღანეთად უნდა ვაქციოთო რუსეთისთვისო. თუმცა მარტო რუსეთს ესაზღვრებოდა უკრაინა და ამათ არ ესაზღვრებოდა. ერთი დიდი ტერორისტული სახელმწიფო, სადაც აბსოლუტურად ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებმა ნახეს თავისი აგრესიული ფორმის გამოვლენა, ყველანაირი ექსპერიმენტების ჩატარება, ახლა მტერი აგერ ყოლია, რო კითხო ამას ყველას ერთი მტერი ყოლია, რუსეთი მარტო. დანარჩენი ყველა ძმა ყოლია, მაგრამ ამ ყველა ძმამ ვერ უშველა, რატომღაც ვერ უშველა უკრაინას და ვინ აღადგენს ახლა ამ ქვეყანას და ისე სხვათა შორის რა მინდა გითხრათ, ისი ჯერ კიდე არაა ომი დამთავრებული. ამაზე ლაპარაკი მიდის. თუ არა, ჯერ ომი არაა დამთავრებული. ომი ჯერ მიმდინარეობს ომი, აი ახლა ეგერ ამ რეგვენებს რო ელაპარაკო რა აზრი აქვს. დაიბარა როგორც ადრე ქურდები დაიბარებდნენ ხა სხადნიაკზე და დააყედა ეგერ კაბინეტში სულ ყველა ევროპის ლიდერი ინგინდა აქ რო არ ყოფილიყო, ხო? რომელიც წამყვანი ევროპის ლიდერი არ ყოფილიყო, მათ შორის ევროკავშირის ლიდერთან ერთად. ფონ დერ ლაიენთან ერთად. იტალია აქ არის, საფრანგეთი აქ არის, ბრიტანეთი აქ არის, ფინეთი აქ არის, უნგრეთი აქ იყო და სხვა. აი ეს მთელი მასა. ყველა აქ იყვნენ თავმოყრილები. ეს უზარმაზარი ევროპის წარმომადგენლები და როგორც შემდეგ თეთრმა სახლმა გაასაჯარო და როგორც გავრცელდა ინფორმაცია, აჩვენეს ეს რუკა, რომელი რუკაც აქვს რუსებს დაკავებული და რა ტერიტორიების დაკარგვაზე და დათმობაზე არის საუბარი. ამ რუკის მიხედვით აზოვის ზღვა გახდება რუსეთის შიდა ტბა, მთლიანად რუსეთი იქნება აზოვის ზღვის მოსაზღვრე ყველა მხრიდან. რა თქმა უნდა, ყირიმი წაღებულია, რა თქმა უნდა, დონბასი წაღებულია, რა თქმა უნდა, ლუგანსკი წაღებულია, ხერსონის ნახევარი არის წაღებული და პირიქითო მადლობელი დარჩა ზელენსკი, როგორც თქვა, რომ პირიქითო მადლობაო, რომ მომწონსო ეს რუკაო და სამახსოვროდ წავიღებ.
ვინც უკრაინას იცნობს და უკრაინელებს იცნობს და უკრაინაში არის ნამყოფი, დასავლეთი და აღმოსავლეთი ჭირის დღესავით ვერ იტანს ერთმანეთს. ამიტომ გათავისუფლდა ალბათ დასავლეთ უკრაინა აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილიდან, ჯერ სულად არაა განთავისუფლებული. ოღონდ ახლავ ამასო წაიღებსო რუსეთიო და დანარჩენი უკრაინა მაინც გადავრჩეთო. მე მინდა გითხრათ ერთი კიდე საინტერესო რომ ამ ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ზღვაზე გამავალია. გარჩენილი არის ერთი ოდესის და ნიკოლაევსკის ოლქები უკრაინის იმაში, რა ქვია, მართლობის ქვეშ. რომელსაც რა პერსპექტივა აქვს, ჯერჯერობით კაციშვილმა არ იცის, მაგრამ ამ რეალობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ინარჩუნებს უკრაინა ზღვაზე გასასვლელს. ასე რომ გაეგრძელებია ალბათ ამ ზღვაზე გასასვლელსაც დაკარგავდა და იტყოდნენ მე რუსეთი ოკუპანტია. აი ეს რეალობა მიიღეს უკრაინელებმა. ასე მოუვა აბსოლუტურად ყველა ქვეყანას და ჩვენ უკრაინას რას უყურებთ? ჩვენ უკრაინას რას უყურებთ? ჩვენ ეს უკრაინელებზე მეტი ადრე დაგვემართა. უკრაინელებზე მეტი ადრე დაგვემართა ეს. მასშტაბებია უბრალოდ განსხვავებული. მასშტაბებია განსხვავებული თუ არა? ჩვენ 20% გვაქვს ასე რომ ვთქვა დაკარგული, ჩვენს ზღვაზე გასასვლელის ნახევარი დაკარგული გვაქვს აფხაზეთის სანაპირო მთლიანად. ჩვენ აგერ დედაქალაქთან ტანკები გვიდგას სულ ახლოში. ჩვენ უბრალოდ პატარა ვართ. პატარა ვართ უბრალოდ მოცულობ. და ეს მოგვიტანა ჩვენს ნატოს ძახილმა. და ერთი განსხვავება იქნება კიდე, ერთი განსხვავება იქნება, რაც ძირფესვიანი განსხვავება არის ამ ყველაფერში. უკრაინის ტერიტორიებს რუსეთი თავის სუბიექტებად აქცევს. ანუ შეიერთებს, ისე როგორც შეიერთა ყირიმი. საქართველოს ტერიტორიები, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეგიონი მუხზე დაჩოქილი ითხოვენ ცხინვალში მცხოვრები სეპარატისტები და თვითონ იქაური მოსახლეობა, შეგვიერთეთ რუსეთო, მაგრამ რუსეთი ჯერჯერობით არ იერთებს და თუ რატო არ იერთებს, ამას მე მგონი ნორმალური ადამიანი უნდა ხვდებოდეს. ნორმალური, ახლა დებილზე მე არ მაქვს ლაპარაკი, დებილი მაინც ვერ მიხდება, რამდენი წელი უნდა ელაპარაკო, მაგრამ ნორმალური უნდა ხვდებოდეს იმას, რომ არ თulis იმას მის ტერიტორიად და იტოვებს შენთან სავაჭროდ. რომ თუ მოხვალ აზრზე და თუ იქნები ნორმალურად მოაზროვნე სახელმწიფო, ყოველ შემთხვევაში ამ ტერიტორიებით გევაჭრება. თუ არა, და დიდი შანსი აქვს ამ ყველაფერს იქეთკენ რო წავიდეს, რა ვიცი, საქართველოშიც თუ დარჩა მოსახლეობა ცოტა ხანში და რა ვიცი, თურქები თუ არ ჩაასახლენ და არჩენ ტერიტორიებზე, ეგიც კიდე საკითხავი არის. ღმერთო დალოცე წმინდა ბიძინა და ეს თავისი შიბაქები ისე მიღავთ ქვეყნის ბედი. აი ეს გზა ელის ყველას, რომელიც ზღვის ჭკუაზე დადის. და აი ეს გზა ელის ყველას, ვინც არის მოღალატე. საკუთარი ერის, საკუთარი ხალხის და ამ ყველაფერს, როდესაც ნიღბავენ, აბა რა ექნა, ტრაკი მიეცა. მე კითხვას დაუსვამ, აი ესეთი იდიოტური კითხვების დამსმელებს. კი, მაგრამ სად იყო ერთი ზელენსკის შვილი ომობდა იქ 2 მილიონამდე ადამიანი როა მოკლული? სტალინის შვილები ორივე ომობდნენ ომში. თუ სამამულო ომი ქონდა უკრაინას, სად იყო ზელენსკის შვილი და სად იყო ერთი იმის, რა ქვია, სხვა ლიდერების, ის სიმსივრზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი, ის არახამია მოაცილეს, ახლა кайხანია აღარ ჩანს. სად იყო დანარჩენი შვილები, რატო არ ომობდა სამამულო ომში? ერთ რაღაცას კიდე არ აკვირდება ეს გამოკლევებული ისა ჯორჯიელი. აი პუტინი ამ დღეშია, ტრამპი, ამერიკის პრეზიდენტი, შეხვდა ერთადერთ ადამიანს, პუტინს და ახლა ტრამპს როგორ ჩვევია შეხვედრები ყველა მიცის. საპირისპირო მხრის ან დამცირება, ან შეურაცხყოფა, ან ხელის ზემოდან დადება, ან წაგლახავება, ან რაღაცის წამორთქვა. როგორ ხდება თქვათ იმის, რა ქვია, საფრანგეთის პრეზიდენტი იქნება ეს თუ ბრიტანეთის პრემიერი თუ გერმანიის თუ როგორ ხდება ამ ხალხს?
გუშინ ახ მაგალითად ფინეთის პრეზიდენტი საერთოდ დაავიწყდა. აქ ხარო, კლასში ხარო დაუძახა. და როგორ შეხვდა ამას? და ერთს ამას შეხვდა და მე დანარჩენ მთელი მას, რა ქვია, კოლექტივს აქეთ, კალხოსს. გაწყებული ევროკავშირის პრეზიდენტი და დამთავრებული აგერ იმითი. ერთს რაც შეუთანხმდა, ის გააცნო მე დანარჩენს და შეწყვიტა ამათთან ლაპარაკი მაცალეთ კაც ვარცალიაო და 40 წუთი გავიდა დაურეკა რა ელაპარაკეს ერთმანეთში და გამოვიდა კმაყოფილი და შემდეგ გააგრძელა საუბარი ამათთან. ნუ თუ ამას ვერ ხვდება იდიოტი, დებილი, გამოკლეავებული ქართველი რომ ერთი საქართველოსთვის თავს არავინ იკლავდა და არც არასდროს არავინ არ მოიკლავს, იმიტომ რომ ჩვენი ხორცი ძალიან აფიღირს, იმიტომ რომ არა ვართ იმ რაოდენობის დებილები ბევრი გვყავს კაცო, რომლებიც მზად არიან მისი ქვეყანა შეალეწონ იმას, რა ქვია, რუსეთს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამათ არ აწყობთ იმდენად, იმიტომ რომ 3 მილიონი ხარ რა, თლათ და 3 მილიონი ვერ შექმნის ამ პრობლემას, რა პრობლემას შეიძლება შეექმნა ეგერ 45 მილიონიან უკრაინას. ამიტომ გააკეთეს ეს ყველა, ამიტომ მიაწოდეს იარაღი, ამიტომ იცეს ამდენი სესხებიან. ვინ აღადგენს ახლა უკრაინას? ომი თუ ახლა დამთავრდა, ამის აღმდგენი არავინ არა. მით უმეტეს ეს ლიდერები, რომლებიც ევროპაში არიან, პუტინის დამხობას და სიკვდილს და რა ვიცი, რას არ იძახოდნენ და ბრიტანეთმა 5 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა მის მერე დღევანდელ დღემდე. გერმანიაშიც ისეა, ერთი ვინც დარჩა საფრანგეთის პრეზიდენტი არის და იმასაც როგორ აქვს საქმე ღმერთმა იცის. ის არის იქ როგორც იყო. ამერიკაშიც უკვე მეორე პრეზიდენტი არის. უბრალოდ მესამე პრეზიდენტი არის ამერიკის, რაც უკრაინის კონფლიქტი დაიწყო. ჯერ ობამა იყო ყირიმის დროს, მერე ეს ვინცა დღეს ეს იყო, მერე ბაიდენი ყავდათ და ახლა ისევ ეს ტრამპია. ის იქაა კიდე არსად არ წასულა. და რა უქნა ამ თქვენმა ევროპამ და რა დამართეს ამ რუსეთს ასეთი. თურმე ისე შია რუს საქართველოში მოდის ოღონ გადამარჩინეო და რუსეთი დაქცეულია და დაშლილი. აი ასეთი დებილიზმი ხუპავს ჩვენ ერს. და ეს მასიური ვირუსი, ეს დებილიზმის მასიური ვირუსი, რაც არის ტოტალურად გავრცელებული საზოგადოებაში, ამას როდესაც ეთქვი შვილო, შენ ხარ უბრალოდ არ ხარ ნორმალური დებილი ხარ, ასე რო აზროვნებ და კაი ის ახალგაზრდაა, მაგრამ 60 და 70 წლის ხალხი როა გამოკლეავებული და ვერ აზროვნებს და ვერ ხვდება ჯერ რა ქვეყანაში უცხოვრია და რა ქვეყანაში უწევს ცხოვრება და რას რა შეიძლება მოყვეს, რომ არაფერი რო არ იცის. ამნაირ ქვეყნებს, ამნაირ ერებს საერთოდ არსებობის პერსპექტივა არ გააჩნიათ. იმიტომ გაუნათლებლობაა. ახლა აი აქ შიგ ევროპელების ისა რა ქვია დამოკიდებულება ეგერა საფრანგეთის პრეზიდენტი და გაახსენდათ 2008 წელს თურმე საქართველოს თავს დაესხნენ, თურმე ყირიმს 2014-ში თავს დაესხნენ, იმიტომ რომ უსაფრთხოების გარანტიები არ ქონდა და ქოლგა არ ქონდა თურმე ამ ქვეყნებს და რუსეთს არ შეიძლება სიტყვაზე ენდოს თურმე კაცი. გაიხარეთ მეც გილოცა. მადლობა ყველას მოდაცვისთვის. კი, მაგრამ ვინმე უშლიდა ევროპელებს 2008 წელს საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიები მიეცათ. და არა ის საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, როდესაც დააკმაყოფილებს რაღაცას ბუხარესტში. რატო არ მიცეს? უკრაინელებს რატო არ მიცეს? და ახლა ეს ისეთი გულუბრყვილო და გულუბრიყვილო არის და ისეთი გულუბრიყვილო ხალხი არიან ფრანგები და ისეთი სულელები არიან რუსეთმა მოაწყო პოლიტიკის და ამის ეშმაკობის ევროპაში არაფერი არ იციან ხალხო. ესენი ვერაფერს ვერ ხვდებიან. იცით როგორი საწყლები და ალელმართლები არიან? ვინმე დაუშალა, გინდა საფრანგეთს, გინდა სხვა ქვეყანას საქართველოსთვის 2008 წელს ომამდე, ან თუნდაც ომის მერე.
აი საქართველოს ფაქტი ხო ედოთ წინ. რატო არ იმოქმედეს? რატო არ იმოქმედეს? აი მე ვეკითხები, რატო არ დაიცვეს თავიანთი მოკავშირეები? რატო არ დაიცვეს 2008 წლიდან 2014 წლამდე 6 წელი იყო კიდე და უკრაინის ისე ოკუპაცია რატო დაუშვეს? ეს აი ამ დებილი საზოგადოებისთვის, რომ თურმე ევროპამ არ იცოდა ეს და რუსეთმა მოატყო. 2007 წელს მიუნხენის სამიტზე ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადაახვიოთ და ნახეთ, შებრძანდეთ და პუტინის სიტყვა ნახოთ 2007 წლის მიუნხენის სამიტზე უსაფრთხოების ფორუმზე რა სიტყვით წარსდგა პუტინი. გამოვიდა და პირდაპირ უთხრა. ის რაც იყო თქვენ ერთ დროს, როდესაც თქვენ გეგონათ. რანაირადაც თქვენ გეგონათ. რუსეთის მიმართებაში ცალპოლარული სამყარო, მხოლოდ სათქვენოდ მიღებული გადაწყვეტილებები, ეს ყველაფერი დასრულდა ეს ეპოქა და თუ კი რუსეთი მიხვდა, რომ დასავლეთის ქვეყნებთან რუსეთის ინტეგრაცია არ მოხდებოდა, ამიტომ რუსეთი იმოქმედებდა ისე, როგორც ის ჩათვლიდა საჭიროდ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. თქვა იმ კაცმა ეს სიტყვა და დაიწყო მოქმედება. 2008 წელს საქართველოს გამოუყვანა წირვა. და როგორ დაგვეხმარენ გვახსოვს. აგერ უკრაინას გამოუყვანა წირვა. და ასე შემდეგ. სიმართლე და სამართლიანობა იმას მოითხოვს, რომ აი ამ დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში თქვას ადამიანმა, აი საზღვრების რღვევა, რომელიც დაიწყო, ეს არ დაუწყიათ რუსებს. არ დაუწყიათ საერთაშორისო დონეზე, არ დაუწყიათ ეს რუსებს. კი, კონფლიქტებში იყვნენ ყველგან გარეული, მაგათი ეს იყო, მაგრამ ვინ დაიწყო? ანუ ნატოს, დასავლეთს, შეერთებულ შტატებს და ევროპას თურმე შეეძლოთ, თურმე ქონდათ იმის უფლება, რომ დაებომბათ სერბეთი, გაესწორებიათ მიწასთან, წაერთვათ მისი ძირფესვიანი ტერიტორია. ახლა კოსოვო და მეტოხია ისეთივე არის სერბებისთვის, როგორც საქართველოსთვის არის მცხეთა თბილისი. საერთოდ სერბების აქრისტიანებით დაწყებული სახელმწიფოებრიობით ყველაფერს ეს კოსოვოდან წამოვიდა. და ესე იგი თურმე ქონდა დასავლეთს უფლება დაეგლიჯათ, დაეჯიჯგნათ მართლმადიდებლური სერბეთი, წაერთვათ მათი ტერიტორიები და სერბები როგორც დომინანტი ერი და როგორც ნაცია დაექვეითებიათ, დაემცირებიათ, შეურაცხყოფა მიეყენებიათ და აი არავის არ აქვს ჩვენ ასე გადავწყვიტეთ და ეს თურმე ასე უნდა ყოფილიყო. და ამაზე მთელი მსოფლიო იყო გაჩუმებული. მთელი მსოფლიო იყო გაჩუმებული, მათ შორის აი ესეთი ქვეყნები, რომლებიც მართლმადიდებლური ქვეყნები, როგორც საბერძნეთი იყო, ერთადერთს მაშინ საბერძნეთის სამხედრო გემის ფემისტოკლეს კაპიტანს მარიუს რიციდუს იყო ვაშკაცობა, რომ როდესაც ნატოდან მოვიდა ბრძანება, რომ დაებომბა სერბეთის ტერიტორია, მოაბრუნა გემი და განაცხადა, რომ მე სერბი ხალხის გენოციდში არ მივიღებ მონაწილეობას, არ შეასრულა ბრძანება და დააბრუნა გემი იმაში, პორტში, საბერძნეთის პორტში. რა თქმა უნდა, დაიჭირეს მერე და ტრიბუნალმა გაასამართლა ბრძანების არ შესრულების გამო და ჩააგდეს ციხეში. ერთადერთმა ადამიანმა. არავინ სხვამ. და ესე იგი თურმე ნატოს ქონია ამის უფლება, რომ მან დაგლიჯოს ეს ტერიტორიები და გადაყლაპოს, ან გადააყლაპოს სხვას ან სხვა საჭამოს და სხვას არ აქვს ამის უფლება. ხო და გასაგებ ენაზე უთხრა მაშინ ამან რუსთა ხელმწიფემ 2007 წელს. დასრულდა ის დრო, როდესაც თქვენ ცალმხრივად წყვეტდით ამ ყველაფერს. თუ თქვენ საუბრობთ კოსოვოზე, თუ თქვენ საუბრობთ სარაკეტო ფარების განთავსებაზე, ნატოზე, ამაზე, რომლის წევრებით ჩვენ არა ვართ, სადაც ჩვენ სიტყვა არ გვეთქმის, ჩვენ სიტყვას არავინ არ ითვალისწინებს, ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორცაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის საჭირო. მოიქცა ის კაცი ისე, როგორც თulis მისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და როგორც მიაჩნია საჭიროდ. და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ დააჩოქა, წაკუზა მთელი ევროპა
და რო არ ყოფილიყო და რო არ იყოს ეს ამერიკის ფაქტორი, ალბათ დიდი ხანი რა ვიცი, შეიძლება პარიზამდე იყოს ჩასული. დაუწყეს ერთხელ ლაპარაკი ეს აქ ნუ გამიხურეთო საქმეო თუ არა 8 დღეშიო რიგაში და იმაში ვიქნებიო რა ქვია პრაღაში გააკეთა ვერ გააკეთა ახლა ამის თქმა რეალობის თქმა და ფაქტის აღიარება ეს პუტინიზმია ამასაც საქართველოში ამას რო იტყვი რას ქვია შენ ამას ამბობ აი ახლა რა შეეხება ამ მეტრაკეებს ამათ აი აქ ამ სირს და დანარჩენ სხვა იმგენს. კი მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს გარანტიებზე ლაპარაკი კი არა. ქართველებს როგორ მოექცა ევროპა და დასავლეთი? იმან ხო გასაგებია პამპერსები და წყლები გამოაგზავნა. იმან. ჩვენმა ძმამ და მეგობარმა ბუშმა. ესენი როგორ მოექცნენ საქართველოს? გამოაგზავნეს ტალიამინის კომისია, გაამტყუნეს საქართველო. ჩატარდა ანსამბლეის ხდომა, ბიჭები გაციებულები არ იყვნენ მიწაში. აი ძმაო მოვაშორებ, მეცნიერებს მიშლის უბრალოდ ბევრისთვის დასამახსოვრებლად მიდევს ეს, რომ 2008 წელზე ლაპარაკობთ. ევროსაბჭოს ანსამბლეა იყო, რამე იყო, ყველაფერში გაგვამტყუნეს ქართველები. გაეროში სასამართლო ჩატარდა, იმაშიც გაგვამტყუნეს ქართველები. რუსებთან შენიჭირი მეშენგენაცვალე გამოაცხადეს. ერთმანეთის ფასი არ ყავდათ არაფერი. გაიყვანეს Nord Stream 1, Nord Stream 2, გაზის და ნავთობის სადენები უზარმაზარ ფულებს შეულობდნენ და სანამდე უკრაინაში არ მოხდა ეს ყველაფერი, მანამდე ვისახსოვდა ამ დღეს ვისახსოვ შენი დაპყრობილი ტერიტორიები ან არა საქართველოს არავის არ ახსოვდა ახლა გაახსენდათ რომ აი ჩვენ რო 2008 წელს ასე მოვიქეცით შეგნებულად მოიქცნენ და საერთოდ მე აი რაც მით უმეტეს აი ეს წლები ამ ევროპაში მიწევს ცხოვრება სხვადასხვა ერების სხვადასხვა სახელმწიფოების მათი პოლიტიკური მოღვაწეების და მათი მოქმედების და აქ ადგილზე ამ ყველაფრის ნახვა მე მინდა ვთქვა რომ ამ ევროკავშირს დიდი ხანი არ უწერია. იმიტომ რომ ხო იარაღის შესყიდვის ემბარგოც დაგვადეს და რა ვიცი რა არ დაგვადეს ჩემო ძმაო. დღეს რომ აგერ გამოძევებული უკრაინელი სადმე ჩამოვადა სახლი, კარი, დახმარება, სოციალური უზრუნველყოფა და ასე შემდეგ და სამუშაო უფლება და ყველაფერი ქართველი დევნილები გახსენდა ვინმე ეს? გახსენდა მის შნირს იმას სააკოს გადმოუგდნენ აგერ რაღაცა 4 მილიარდი, აქედან 2 მილიარდი სესხათმიცეს ინდონის ძუნწები იყვნენ და 2 მილიარდშიო წადიო ეგერო და მაგ შენი ტოლვილებიო შეინახიო და დაატიე შენ ქვეყანაშიო მაგო და ეგდეს და ყავდესო. არ იყო ასე? ხო იყო ასე. აქ ჩამოსული ტოლი წადი ვიძია მიხედე ვის რა შეაინტერესებს შენი კონფლიქტიო. ხანდახან ფრანგებს ამის წინეებზე მოვდიოდი და ეს ფრანგები მგზავრობდნენ და ლაპარაკი გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და პოლიტიკაზე წავიდა ასე ისე და რო გაიგო რომ 2008 წლის ომის პერიოდში მეთქი საფრანგეთმა ერთადერთი ქვეყანა იყო მეთქი რა ვინც ჩამოვიდა და მხარი დაგვიჭირა მეთქი რა შეაჩერა ეს ომი და უბედურება ჩვენ ეს არც გაგვიგიაო თუ არსებობდაო საერთოდ ესეთი კონფლიქტიო თუ მომხდარა არც არავინ იცოდა არც არავის არ აინტერესებდა ძალიან გემრიელად იყვნენ ჩახუტებული და რა შეეხება ევროპელების ბედს მე შემიძლია ერთი რაღაცა თქვა იმიტომ რომ ის პოლიტიკური სისტემა, ის იდეოლოგიური სისტემა, რომელმაც მოწამლა მთლიანად ევროკავშირი, ეს ყველაფერი ამათ დაემართათ მას შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამათმა ჩათვალეს რომ უკვე აღმოსავლეთიდან მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ და მისცეს თავს უფლება, რომ
მოდუნებულიყვენ, გახრწნილიყვნენ, გარყვნილიყვნენ და თავიანთი დამპალი იდეოლოგია ექსპორტზე გაეხადათ. რა ენაღლებოდათ ამერიკული ქოლგა ქონდათ გადაფარებული ნატოს წევრები ვართ დაგვიცავენ რუსეთიდან ასე შემდეგ გაიფართოვეს ესა საზღვრები ბუფერები შექმნეს და რუსეთიდან აგერ მოდიოდა იაფი გაზი ნავთობი ფულ შეულობდნენ ფეხებზე ეკიდათ ყველაფერი გადავიდნენ ეს საერთოდ ასე ემართება ყველა საზოგადოებას რომელიც საერთოდ ნათქვამია რომ ორი დილემა არისო ადამიანის ცხოვრებაშიო და სახელმწიფოების იმპერიების სადაც იგივე დილემა გააჩნიაო ერთი როდესაც მიაღწევს ადამიანი დასახულ მიზანს და მეორე როდესაც ვერ მიაღწევს მის დასახულ მიზანს იმიტომ რომ როდესაც საბჭოთა კავშირი და კომუნისტური საფრთხე მოიხსნა და ამით ბედნიერი იყო მთელი ევროპა ისე მოდუნდნენ ისე გადუნდნენ საერთოდ დაავიწყდათ ომი ტრადიციები ბრძოლის ტექნოლოგია ყველაფერი აბსოლუტურად და ახლა სმა ჭამა გეი პარადები მთელი ტაშბანდურებიო და ევროკავშირი კიდე ისე გაიხრწნა და ისე გადაგვარდა ამ წარმონაქმს ნახდათ არ უწერია მომავალი უბრალოდ სამარცხვინო არის ხო ახლა ელემენტარულად რო აიღოთ საფრანგეთი აგერ 80 მილიონამდე არის გერმანია 90 მილიონია აგერ დიდი ბრიტანეთი აგერ იტალია აი ესპანეთი აი ეს ძირითადი ქვეყნები ხო რომელი ქვეყნებიც რაღაცას წარმოადგენენ და ქმნიან როგორც ეკონომიკურ ბალანსს ასევე მოსახლეობას ამხედრო ასევე ტექნოლოგიები და ასევე დიდი საბრძოლო წარსული გააჩნიათ და აიღეთ მისი კოლონიები რა თქვენ გონიათ იმ კოლონიებში რამე არის შეცვლილი საფრანგეთი ჩვეულებრივად აგრძელებს თავიანთი პოსტკოლონიალური პოლიტიკის გატარებას მთელი აფრიკა რომელიც იყო საფრანგეთის მონები ისე არიან ახლაც მონები საფინანსო სისტემა აქვს ისეთი შექმნილი მტრისას და ავისას ისე არიან ბრიტანელები ახლა აღარაფერს ვიტყვი იმაზე რომ თვითონ ის სადომინაციო რაცაა ბრიტანეთის და აქეთ მეორე მხარეს იდგა ერთი რუსეთი რომელზე ერთად აღებულს არჯერ მეტი ეკონომიკა ჰქონდათ ფული ჰქონდათ ჩეჩქად ტექნოლოგიურად მეტი განვითარებული ერთადერთი რაშიც იყვნენ გაფარჩაკებული ბირთვული არსენალი ვერ ჰქონდათ ისეთი ძლიერი არც იარაღი შეუქმნიათ არც ჯარი გაუძლიერებიათ არც უსაფრთხოებაზე უფიქრიათ არაფერზე არ უფიქრეთ ყველაფერი გახდა გაყიდვადი ევროპაში ყველაფერი დაივიწყეს თავიანთი წარსული დაივიწყეს თავიანთი ტრადიციები დაივიწყეს ყველაფერი დაივიწყეს და წავიდნენ რა საამური იყო ცხოვრება რას დააგლებდათ მტერ დებილი არ იყო დეგოლი საერთოდ ეს ევროკავშირის სისტემა ზუსტად რომ დეგოლის დამსახურება არის რომელმაც შექმნა ეს ყველაფერი იმიტომ კარგად ხვდებოდა რომ საბჭოთა კავშირს საფრანგეთი ვერ გაუტოლდებოდა შეერთებულ შტატებს ვერ გაუტოლდებოდა მით უმეტეს ანგლოსაქსონური სამყარო იყო და ბრიტანეთი იქეთკენ ითვლებოდა ამიტომ უნდა შეექმნა რაღაცა სხვა ძალა რომელიც ძალაშიც საფრანგეთს პირველი მეორე თუ არა მესამე ადგილი მაინც ეკნებოდა და დეგოლის ძირითადი პოლიტიკის ამოსავალი წერტილი იყო ყოფილიყო ძლიერი ევროკავშირი რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული არც შეერთებულ შტატებზე არ იქნებოდა დამოკიდებული არც საბჭოთა კავშირზე ექნებოდა თავისი ძლიერი ეკონომიკა ექნებოდა თავისი ძლიერი სამხედრო წარმოება ამ მიზნით მოახდინა ამერიკული ბაზების გაყვანა საფრანგეთის ტერიტორიიდან ამ მიზნით მოახდინა პარიზიდან ნატო შტაბ-მინის ახვევა თვითონ საფრანგეთის გამოიყვანა საერთოდ ნატოდან ასევე ამ მიზნით მოახდინა ამერიკის ბანკში დაცული ოქროს საცავებიდან ფრანგული ოქროს გამოტანა და საკუთარი სამხედრო წარმოების შექმნა და აი პოლიტიკური ბლოკის ფორმირების სისტემის ჩამოყალიბება და იყვნენ ასე და საინტერესო მომენტი ორჯერ ამოარტყა ინგლისს პამღური და საერთოდ არ შემოაყოფია ევროკავშირში ცხვირი იმიტომ რომ თვლიდა რომ ინგლისი და ამერიკა ეს ინგლისი იყო ერთი საფრანგეთის დაუძინებელი მტერი ისტორიული მტერი და მერე და მეორე ეს იყო ანგლოსაქსების ტროას ცხენი ევროკავშირის ამ გაერთიანებაში რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად ისეთ ვირუსს შემოიტანდა რომ ამ ყველაფერს აუხდა ყველაფერი ზუსტად ისე ახდა როგორც დეგოლი ფიქრობდა დეგოლის ჩამოცილების შემდეგ შემოიყვანეს დიდი ბრიტანეთი დიდმა ბრიტანეთმა თავისი თავები არია საერთოდ დარეულობა შემოიტანა თვითონ გავიდა ევროკავშირიდან დაიკავა ცალკე პოზიცია და აი დარჩა ეს ამ დროს უკვე ისეთი პოლიტიკური
ელიტა წამოვიდა, რომლებმაც ქალი და კაცი ვერ გაანსხვავეს ერთმანეთიდან და მოახვიეს თავს ზუსტად ეს ლიბერალური ვირუსი, რომელიც ლიბერალური ვირუსი წამოვიდა ამერიკიდან. აჰა. მიიღეს ის, რაც მიიღეს. დამოკიდებული არიან რუსეთზეც, დამოკიდებული არიან შეერთებულ შტატებზეც, მიუხედავად იმისა, რომ თავად შეუძლიათ თავიანთი კოლონიების და თავიანთი ფინანსებიდან გამომდინარე იყვნენ დომინანტი ძალა. ვერ ახერხებენ ამას, თუ რუსებს ეხვეწებიან იქეთ რაღაცას, თუ დაურეკავენ იქეთ შეერთებული შტატებიდან და ჩავლიან, ამიტომ ევროკავშირი მსოფლიოში როგორც ასეთი სუბიექტი, ძლავრი სუბიექტი არ არის. მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები არის სამი ქვეყანა, ეს არის დღესდღეობით რუსეთი, ჩინეთი, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები, ტექნოლოგიურადაც განვითარებული, შეიარაღებული კიდეც და უდიდესი ფინანსური რესურსებით. აი ეს სამი ქვეყანა წყვეტს ძირითადში ყველაფერს და დანარჩენი ამ ყველაფერს უბრალოდ აფორმებენ. ეს ისტორიულად ძლიერი ქვეყნები, რომელმა ქვეყნებმაც, რა ვიცი, ყველაფერი შექმნეს საერთოდ თანამედროვე სამყაროს განვითარებისთვის, აღმოჩნდნენ თვითონ ეს მაყურებლის როლში. ესეთი პოლიტიკა დადგა. ამიტომ ეს ვერ გაძლებს ვერანაირად ეს გაერთიანება, ეს ადრე თუ გვიან აჭირდება, მაგას ძალიან მალე ეს კრახს გამოიწვევს ეს სისტემა, რომელიც სისტემაც უბრალოდ ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და ფაქტია ის, რომ თუ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვა, მთელი ევროპა შავ დღეში ვარ. გაიმარჯვა რუსეთმა უკრაინაში. გაიმარჯვა ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის გამარჯვებული. ახლა დაიწყებენ ის მიშისტურებას, რა ქვია, ლოზუნგებს, რომ მერე რა მთელი უკრაინა ხო ვერ დაიპყრო და ასე ხო ვერ მოხდა და ისე ხო ვერ მოხდა და არც უნდა იმას მთელი უკრაინის დაპყრობა. რაც უნდა და მისი მიზნები 80% მიაღწია. ისევე როგორც 2008 წელს არ უნდა იმას მთელი საქართველოს დაპყრობა, რაც უნდა და ის სტრატეგიული წერტილების ყველაფერი დაიკავა, ქვეყანაში ყველაფერი შეიძინა, რაც იყო სტრატეგიული ობიექტი შეიძინა და აგრძელა თავისი ცხოვრება ის. შენ დაგიტოვა მიშა თავზე. იქეთ რუსი ყავდა ოკუპანტი, აქეთ მიშა ყავდა უარესი ოკუპანტი და აგერ თურქი მოგაჯდა და აგერის და გაგრძელა თავისი ცხოვრება. ჩემო ძმაო, აი რაშია საქმე იცი, ჩვენ რო ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, რატო არ უნდა საქართველოს მაგალითად იყოს, აი რატო არ უნდათ ელემენტარულად ჩვენ ვიყოთ ვიეტნამის მოკავშირეები. რას ვერ ჩიტკაც თუმეტეს მშვენიერი ქვეყანა არის, ცალ მაგრად უყვართ მისი ქვეყანა და პატრიოტები არის. აი რატო არ ვიღწვით ქართველები ვიყოთ ნიგერიის მოკავშირეები, ხო? ლესოტოს მოკავშირეები, ხო? მოზამბიკის მოკავშირეები, ხო? არ გვინდა, იმიტომ რომ სუსტი და გაჭირვებული ქვეყნები არიან, სულ ძლივს ღაფავენ, ხო? გვინდა რომ ისეთთან ძლიერთან გვინდა, ხო, გქონდეს და ჩამოყალიბებულთა. ხა იმ ძლიერს უნდა თუ არა შენთან მეგობრობა არ გაინტერესებს? არ უნდა, რა თუნდა ხა ზედმეტ თავის ტკივილი საქართველოს გულისთვის ომი დაიწყოს ема, რა ქვია? ნატომ და ევროკავშირმა. ამიტომ შენ უნდა იყო ჯერ ნორმალური ქვეყანა და როდესაც შენ იქნები ძლიერი ქვეყანა, ახლა თუ ის ვერ იქნები მსოფლიო პოლიტიკას ეთამაშო, ყოველ შემთხვევაში შენ რეგიონში რაღაცა სიტყვა გეთქმოდეს და არ იყო გადაშენების პირას მომაკვდავი სახელმწიფო. არ იყო სახელმწიფო, რომლის დღეებიც დათვლილია, რომლის მოსახლეობას უომრად ნადგურდება, რომლის ტერიტორიების ათვისება ისეთ ხდება უცხოტომელებიდან. იყო ნორმალური სახელმწიფო, საიდანაც ხალხი არ გაგირბის, არ შეაშენ ადამიანს, არ წყურია, უწამლობის გამო არაა გადახვეწილი. და ხარ ნორმალური ქვეყანა. ასეთ შემთხვევაში შენ პატივს გცემენ. და აღმაშენებელი იქეთ კი არ ჩართულა ჯვაროსნების ომში, ჯვაროსნები ჩამოვიდნენ აღმაშენებელთან. ასე იყო ეს და ასე ხდება საერთოდ. ეს ისეთივე ჩვეულებრივი აქსიომა, როგორც 2x2 4-ია. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ
ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ყველას ვათანამშრომლებთ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ. გვეზიზღება ერთმანეთი ჭირის დღესავით ქართველ შეზიზღებული აქვს ის ნაცია და ჯიჯილაგიანად ეზიზღება, ის ქოცია და ჯიჯილაგიანად ეზიზღება. გაიხედავ აგერ აზერბაიჯანი სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა აგერ და ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და გაძლიერდა და ამხელა ისა რა ქვია ქვეყანა არის. შენი მეზობელია ხო როგორ შეძლო იმან? როგორ შეძლო მისი პოლიტიკის წარმართვა რომ არ ვამბობ ახლა რომ ჩვენს მისაბაძია ყველაფერში, მაგრამ იმას რასაც ქვია რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკის წამოწევა, საერთაშორისო არენაზე დამოუკიდებელი, მეტნაკლები დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება, თორე ახლა ისე ყველაფერს როგორც შენ მოინდობენ პატარა ქვეყანა მირას გაწარმოებიებს. არ გვინდა ჩვენ ეგი. არ გვაინტერესებს ჩვენ ეს. ჩვენ გვაინტერესებს ფუჩუ და კუტუ. უკაცრავად. არ გვაინტერესებს ჩვენ გვაინტერესებს არჩევნები. მორჩა ამ არჩევნების მოვა ერთი მთავრობა არჩევნების კოდექსი, მოვა მეორე საარჩევნო კოდექსი, მოვა მესამე საარჩევნო კოდექსი. ეს მეტი ამას ვერ გაცდა. რუსთაველზე წადის ძახილს. და რაშია იცით ხალხო მარტივი გამოსავალი? პატრიოტიზმის დეფიციტია საქართველოში. არავის არ აინტერესებს მისი სამშობლო. არავის არ აინტერესებს მისი ღობე, მისი ეზო, მისი სოფელი. არ აინტერესებს. აინტერესებს ფული, აინტერესებს ევროპა, აინტერესებს ჯანდაბა, მისი ქვეყანა არ აინტერესებს. აგერ ახლა არჩევნები მოდის, აგერ მოსულია აგერ საცხალა. გამოვარდნილები არიან და ერთმანეთს ლანძღავენ, აი კალა, მაგარი ბიჭია და აბა ახლა კალას თუ არ დაუდგები გვერდით, აბა ვის უნდა დაუდგე გვერდით ვიღაცა რა ვიცი და კუპრაძეო თუ კუპრაშვილიო თუ რა ვიღაც დაუყენებიათ იქეთა. იგი იმას ამოუქეკეს რომ მე თბილისელი ვერ გავხდები ვერასდროსო და აფრიალებს ახლა მთელი ეს საქოცეთი ამ იმას. ჯო თბილისელობა თბილისელი მართლა ვერ გახდები. წოდებაა თბილისელობა და რასაც ქვია ჭეშმარიტი თბილისელი რო იყოს წოდებასთან ერთად უნდა გაკავშირებდეს შენი წარსული წინაპრების რომ იქაური ხარ. არ თუ არა ხარ ვერ გახდები. ხო შეიძლება კარგი ადამიანი იყო, რომელსაც შენი სამშობლო გიყვარს და შენ ქალაქს მიხედო. და ეს სირიქოცები ამას რო აფრიალებენ, ეს ჩამოყალიბებული სირები. კი არა, კაშკალაზე რო იცმე იყო თბილისელი, ან როდიდან გახდა თბილისელი. ან ვის გვერდში დგეხარ, ხო, ელემენტარულ კითხვას უსვა მე ქართველ, რო კითხო ქართველი, მაგარი გრუზინი ვაშკაცი, რა ვიცი, რა ქვია, მოაზროვნე ადამიანია, კალას თუ არა ვისნო. ვის უდგეხარ გვერდში? კაცმა რომელმაც გათხოვილი კაცი საპატიო თბილისელად დააყენა? იმას უდგეხარ გვერდით? და მე გამოდიხარ და კაცობაზე მელაპარაკებია აქ. ქათამის ძმაკაც და ქათამის საუკეთესო თბილისელად იმას რა ქვია დამნიშნულს და დამჯილდოებელს. უდგეხარ გვერდით და კაი კაცი ხარ რომ მეუბნები? შენც ისეთი ქათამი ხარ. ამას როდესაც ამართლებ მაგნაირ ადამიანებს საერთოდ რა ვიცი მე ჩემ თაობაში და ჩემი მამა ჩემის და აი ცოტა 90-იანები იყო თუ 2000-იანების დასაწყისი სანამ ეს ყველაფერი გადაგვარდებოდა მაგნაირ ადამიანს ხმას მისცემდნენ და გვერდში ედგოდნენ კი არა ხელს არ ჩამოართმევდნენ ქათამების მსვლელს შენ გამოდიხარ და მე მიმტკიცებ წინა არჩევნები იყო, მე მგონი ვიღაცა ზანგი იყო, ოგბუნჯუ იყო. იყრიდა კენჭს იმას. ნეტა, არ ვიცი, წელს თუ იყრის ის ზანგის ოგბუნჯუ კენჭს, უეჭველი უნდა მოუწოდო ყველას, რომ თუ ვინმე მივა არჩევნებზე ოგბუნჯუს მიცეს ხმა. იმიტომ რომ ოგბუნჯუს უფრო ეცოდინება იმის თბილისის ფასი ვიდრე ამათი, იმიტომ რომ და კიდე ერთი ოგბუნჯუს ის არ ეყოლება ადგილობრივი კლანი ნაცქოცების და გაჭირვებიდან მოდის აფრიკიდან და შეიძლება ისა რა ქვია შეეცოდოს და ზამთარში არ გამოყაროს აშენებული სახლებიდან ბოშები და მეტრაკეებს დაბინდეს არის მასკლას რა ქვია არ დააჯილდოოს და იცოდეს და რა ქვეყნის სიძია არის ქართველი ყოლიაც ხო
ვალა რა ვიცი მაგად გრეხებს რა ჩამოთვლის და თქვენ აი ამ გაპარტახებული გაფარჩაკებული ქვეყნიდან სადაც პრეზიდენტი გარბის პრეზიდენტი გარბის დაუძინებელ მტერთან და მის საფლავს კოცნის მისი ერის ყველაზე დიდი გამარჯვების დღეზე და მის ისტორიულ მტერს თურქულ ენაზე თურქეთის ჯარს მიესალმება მისი ქვეყნის ჯარისკაცები არ აყავს სანახავი რომლის მთავარსარდალიცაა და მე გამოდიან აქ ეს ხუინდრავები და ესენი მე მიმტკიცებენ რომ თურმე მე რა მოხდა და ხო მე რა მოხდა ეს ხალხი ის კოცები ხო მე რა მოხდა კაცო დიდგორი ჩვენ მოვიგეთ და რა მოხდა თუ ჩავიდა ხო უთიფრობა უსინდისობა რა უნდა ელაპარაკო ამ გამოსირებულ ხალხს და ამნაირი ხალხი აშენებს ქვეყანას მომისვინე ჩემო ძმაო, ჩემო შოთიკო. ბოზი სანატრელი გახდა უკვე ძმაო. ახლა ძმაო უკვე ბოზი უკვე არაფერი სათქმელი არა. ახლა მამათ მავალი. მე საჯდომი. არ ვიცი ახლა ოგბუნჯუს გზაკვალი მართლა არ ვიცი ახლა ოგბუნჯუს უწევიდოდა საქართველოსდან და სხვაგან იქნებოდა მაგით საქართველოს არაფერი არ დააკლებოდა სიმართლე გითხრა მაგრამ ოგბუნჯუს გაქცევას რამენაირად გადაიტანდა საქართველოს მაგრამ აგერ ხევარი მილიონი ქართველი რო გადმოხვეწილია აგერ იმაში რა ქვია ევროპაში და აი ელემენტარული საკუთარ ქვეყანაში სამკურნალო წამალს ვერ ყიდულობს და ფრანგი ექიმების და გერმანელი ექიმების და სხვების შემხედვარი არის და ამას ყველა ხედავს და მე რა მოხდა ჩემო ბადრი რატო დაგეგმეს და იმიტომ ის ერდოღანი და საერთოდ თურქებს აქ ესეთი გამოთქმა ძველი იმპერიო მოყრათ არ გამოგადგებაო არასდროს და ვეთანხმები მე ამას თურქული სიბრძნეა იმან 365 დღეში ზუსტად ის დღე ამოარჩია რომელ დღესაც ძალიან გამწარდა და იმ დღეს ჩამოიყვანა გამარჯვებული ქვეყნის პრეზიდენტი და აკოცნია ათათურქის საფლავი სირცხვილი არის რომ ამათმა გააკეთეს ეს მე მიჭერდენ დიდგორობას იმიტომ რომ თურქეთის ელჩი ითხოვდა ერთად უნდა აღნიშნოთო დიდგორიო დიდგორის აღნიშნა დიდგორის აღნიშნა ერთად უნდა მოვახდინოთო, მაგრამ ისე კი არა. მე მოეხდინათ დიდგორის ჩამოიყვანათ ერთი ერდოღანი, ვინმე გაუბედოს რაღაც ჩამოიყვანოს დიდგორს ერდოღანი და აღმაშენებლის საფლავზე აკოცნიოს ერთ და დააწყობიოს. რა გინდა ჩემო ძმაო, თუ თბილისელობა წოდე, კი, ქუთაისელობა წოდება, კი, ქუთაისლობა წოდება, ბათუმლობა წოდება, ქალაქელი კაცი. და რომელი ქალაქელი კაციც არის იმ ქალაქის კულტურის, ზნეობის, მორალის ესა რა ქვია, პიროვნება. წოდება. და მე სიმართლე გითხრა, რომელიმე უამრავი ისეთი არის, სახელოვანი გვარი არის და სახელოვანი სოფელი არის და იმ სოფლის შვილობა და იმ გვარის შვილობა ის წოდებად ითვლებოდა. რა ვთქვი ახლა ესეთი გასაკვირი, რომელი გასაკვირიც ესა რა ქვია. თბილისი თუათ, თბილისი დღეს იყო ლაპარაკი, ახლა ამაზე მიდგა უბრალოდ რადგანაც მეკითხები გეტყვი, თბილისი საერთოდ არ იყო ქართული ქალაქი. არასდროს არ ყოფილა ერთადერთი ქალაქი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ იყო ქართული ქალაქიო, შეიძლება თქვას თბილისი. თბილისი არასდროს არ ყოფილა ქართული ქალაქი. ყოველთვის იყო ტრანსნაციონალური ქალაქი. ყოველთვის გადახედეთ ისტორიას თუ ასე არის. და არა მარტო ის ამირების პერიოდში. 400 წელი რო ეკავათ ამირებს. არა მარტო მაშინ. მერეც. აგერა თუნდაც იმაში რა ქვია. მე-18 და მე-19 საუკუნეში. გინდათ მე-20 საუკუნეში გახდა თბილისი ქართული ქალაქი.
ერეკლე მეფე თბილისში იმიტომ არ გამაგრდა და არ გაჩერდა, თბილისის მოსახლეობა არ იყო ქართული და კარებს გაუღებდნენ. ასე იქნებოდა ეს. ამიტომ არ გამაგრდა თბილისში. მე-19 საუკუნეში თბილისს დაახლოებით 50 წელიწადი მეტი არ მინდა შემეშალოს. საერთოდ სომეხი მერი ყავდა. და თავისუფლების მოედანი რო ქვია დღეს იმას, ადრე რომ ლენინის მოედანი ერქვა. იმას ერევნის მოედანი ერქვა. 1919 წელს ქართულ-სომხური ომი რომ მოხდა, მაშინ თბილისელი სომხები სომხურ ჯარში ეწერებოდნენ თბილისში და მიდიოდნენ და სომხეთიდან ეომებოდნენ საქართველოს. შემოგარგე. ასე იყო. და მერე როდესაც ამ ქართულ-სომხური ომის მერე დაიცალა თბილისის სომხებიდან, მერე შეივსო ერთ დღეში დაიცალა ქუთაისი, რომ შევსებულიყო თბილისი და მერე ლავრენტი ბერიამ გააქართველა მთლიანად თბილისი. რა არის იცით ეგ ასე რო იყო? ლავრენტი ბერიამ ჩამოასახლა სულ ყველა ქართველობა და რას ლავრენტი ბერიამ თბილისს გაუკეთა? იმდენი ვის გაუკეთებია? მე ვისახსოვს დღეს. ის შენობები რაცა აშენებული იმდროინდელი ლავრენტი პავლოვიჩის აშენებული. მითო იყო სომხები რო თხოვდნენ დატოვე თბილისს და წადიო იმაშიო ქუთაისში გადაიტანე დედაქალაქიო და რომ მიაკლა იქ და გაატანა უკან. ასე იყო ეს. იყო თბილისის თავისი მდებარეობა ქონდა, ქართველი კაცი კიდე 11% იყო სულ ქართული მოსახლეობა თბილისში. 11%. და ოგბუნჯუ მოუხდება მაგ ქალაქს. ოგბუნჯუ. თქვენ უდადებენ თბილისელობაზე თავს. ნურს კალაძე და ნურს დანარჩენები. მოკლედ ვრცელი თემა ამაზე ცოტა მოგვიანებით, ახლა დაგემშვიდობებით, მადლობა ყველას ყურადღებისთვის და საერთოდ ეს მსოფლიო პოლიტიკა და ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი ჯუნგლის კანონი და ეს ჯუნგლის კანონი იქნება ყოველთვის. ეს საერთაშორისო სამართალი, ეს ყველაფერი ბოდოა. და ადამიანს უნდა თვითონ გამოიშტეროს, თავი გამოიშტეროს. კარგად გზამდებოდით.